სტუდიაში უნდა მოვიწვიოთ უკვე ლელა რაზიკაშვილი, მასთან ერთად შევაფასოთ პროცესები, ამდენად ელოდა ამ შედეგებს, ჩვენ ბევრი ვისაუბრე ამ სტუდიაში წინა საარჩევნო პერიოდში, მაგრამ დღეს უკვე არჩევნების ღამეა და შედეგები უკვე ყველასთვის ცნობილია. საღამოშვიდობისა, ლელა. საღამოშვიდობის. მოდით დავიწყოთ თქვენი შეფასებით, რამდენად ელოდით იმ შედეგს, რაც დადგა და რა მოლოდინი გაქვთ? ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ გადასარევი და ცოტა გადარეული ხალხი ვარ ჩვენ. იმიტომ რომ როცა ჩვენ წინაშე დგება ჩვენზე ბევრად ძლიერი მტერი, საიდანღაც მტერი არ მოწინააღმდეგე, მოდი ესე ვთქვა, საიდანღაც ყოველთვის ძალას, ყოველთვის რომ იმას ვაჯობოთ. გაგახსენებთ ერთ კიდე ჩვენ სასიხარულო 26 რიცხვს და პორტუგალიას მოგეთ. შეიძლება არ იყოს ახლა პოლიტიკაზე შედარებით, მაგრამ ისე ფსიქოლოგიურად ესეა. მოდი ახლა ვთქვათ, შეფასებას თავს დავანებებ, აი შევხედავთ ჩვენ ხალხისგან, ამორჩევლისგან რა ჩანდა დღეს და რა დავინახეთ. მე მაგალითად პირადად მივხვდავთ იმისა, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ვირტუალური რეალობა ცალკეა და რეალურად პროცესები და ცხოვრება მიდის ცალკე. და ეს არ გვეგონოს ჩვენ რომ მარტო ხალხზეა დამოკიდებული ადამიანის საზოგადოების ტიპზე, რომელსაც აქვთ ასეთი განწყობა, რომ აღქმების მასში სივრცეში იცხოვრონ. არა, ამისთვის უამრავი საშუალებაა მობილიზებული და უამრავი ტექნოლოგიაა, რომ ამ ადამიანებმა გაიძლიერონ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრება და ესენი ცხოვრობენ ვირტუალურ სამყაროში და სხვათა შორის ძალიან მძიმე და ძალიან დამთრგუნველი ის კონდათ ტექნოლოგია. აი ჩვენ გამარჯვებამდე დაგვრჩა მოლოდინები გააჩინეს, გამარჯვებამდე დაგვრჩა ეს დღე, ამდენი დღე, აი თქვენ მოვდივართ, მოკლედ ეს გააჩინეს ამ ვირტუალურ სამყაროში და ეხლა ძალიან რთული იქნება თავისივე ხალხი, ეხლა ისინი რომც არ უნდოდეთ დაუშვათ თქვენ ეხლა მე უყურებ რომ იქ განცხადებები გაკეთდა არეგუებ რომც არ უნდოდეთ ეხლა მათ ეს და თვითონაც იციან რომ ტექნოლოგიურად არჩევნები სიახლე იყო და ისე ჩატარდა ყველამ შეაფასა ისე რომ აი წუნი ნაკლებად დაედება სხვა ყველა არჩევნებთან შედარებით დღეს სხვა გამოსავალი იმ ხალხთან ვისაც გაუჩინეს მოლოდინი უკვე მათ არ აქვს და პირველად არ არიან ამ სიტუაციაში ხარკი მათთვის იმ რომ რაღაც პერიოდი მინიმუმ ქუჩაში და მე გეუბნებით ახლა რეალურად რა ხდებოდა უამრავ ადამიანთან მქონდა დღეს კავშირი ადამიანები იკრიბებოდნენ ოჯახებით აი მაგალითად მარტო არ მივდიოდნენ რაღაც რიტუალს ისე ასრულებდნენ მიდიოდნენ უბნები სადარბაზოები ოჯახები ერთ-ერთმა მითხრა რომ მთელი ჩემი საგვარეულო გვაროვნული ესეთი საზოგადოებრივი სოციუმები საგვარეულო ვიკრიბებით და მივდივართ არჩევნებს ეხლა რამ გააჩინეს რაღაც ასეთი განცდა ყოფნის ეგზისტენციალური საფრთხის განცდა ეს ნაცი ერში ყოველთვის ხდება და არავინ არ თქვას რომ რაღაცა მეტაფიზიკური ამ დროს არ ერთვება რა თქმა უნდა იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ხედავს ერთი და იგივე სახეს ახლა რატო ისინი ბრაზობენ დაუშვათ ამომრჩეველს ახლა დაიწყება ამომრჩეველი საქართველოს მეტის ღირსი არ არის მე რა ქვია თქვენ საერთოდ ევროპაში შესulis შეხედეთ იმას რა ქვია სოციალურ ქსელს და ნახავთ რომ საერთოდ აგრესიას მიაქვს ყველაფერი და რატომ ხდება ეს ადამიანებმა ჯობია ასეთმა ადამიანებმა შეხედონ დააკვირდნენ თავიანთ პოლიტიკურ გზას თავიანთ ფიგურებს და თავიანთ შეცდომებს მათ აქვთ ახლა დღევანდელი დღის შემდეგ კარგად გადააფასონ რა თავაზობდნენ მოსახლეობას და რატომ იყო მათი წარუმატებლობა ადამიანებმა ჩვენ შეფასებას მოვისმენთ რომ ქართულმა ხალხმა უმრავლესობამ ევროპას უთხრა უარიო ახლა რამდენად ადეკვატურია აი ხო გითხარით რომ დაიწყება ახლა ქართულ ხალხზე ამის გადაბრალება სინამდვილეში მოხდა ძალიან მარტივი რამ მე ამ სტუდიაში ვიჯექი და ვთქვი რა გვინდა ქართულ ამორჩეველს გვინდა ის რომ გარედან საფრთხეს ავწდეთ და მტერი არ დაგვესხას თავს ისეთი პოლიტიკა ვაწარმოოთ რომ გადავრჩეთ და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი საფრთხე ხო და გვინდა შიგნით საშინაო პოლიტიკაში ის რომ არ დაბრუნდეს ის რაც იყო უწინ და რაც ჩვენ უკვე გავიარეთ და ჩვენ ტყავზე გამოვცადეთ. ძალიან მარტივი ორი მოთხოვნა გქონდა. ჩვენ ახლა კეთილდღეობას და კოშკების აშენებას არავინ არ ველოდით ამისგან. ამ ორი მოთხოვნის საფუძველზე და ამ ორი მოთხოვნის ფონზე ჩვენ ხედავდით იმ ფიგურებს, ხედავდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ შანსი ყოფილიყო რა ქვია პოლიტიკაში და რომლებსაც უკავშირდება როგორც საგარეო საფრთხე. ასევე საშინაო საფრთხე. ხა რატომ იყო მოულოდნელი რომ ადამიანი უარს ეთყოდა ამ ადამიანებს ერთი და იგივე სახეებს და რა იყო ამაში მათთვის აი გასაგიჟებელი და ეხა ქუჩაში გამოსასვლელი, მაგრამ ის ევროპას რაც შეეხება. სხვათა შორის ეს ერთადერთი იყო რაც თითქმის ყოველი საზოგადოებისთვის ძალიან დიდი ნაწილისთვის 85%-ს ამბობენ ხომ იყო
დავუშვათ ერთიანი ვიყავით აქ, მაგრამ აქაც გავიხლიჩეთ. ვართ გახლეჩილი საზოგადოება ორ ნაწილად. ერთი ნაწილი საზოგადოების ამომრჩეველი ჩვენთვის ევროპა და ევროპული ღირებულება არის ის თავშესაფარი ისგანაც უნდა დავიცვათ, რომელიც დაგვიცავს, აი რაც იყო უწინ იმ ხელისუფლებიდან, იმ ხელისუფლების სტანდარტისგან, აი დაუშვათ დევნის გამკვლელობისგან ასე შემდეგ. ეს მიგვაჩნია ჩვენ ევროპული ღირებულება მიგვაჩნია ამისგან თავდაცვის საშუალებას და მეორე ნაწილს საზოგადოებისას ევროპა მიაჩნია რომ დააბრუნდეს ხელისუფლებაში და მოიყვანოს ეს სტანდარტი ისევ. მე მაგალითად კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი 2012 წელს თუ მეგონა რომ წარსულში დავტოვე მართვის ის სტანდარტი და დღეს მართვის ის სტანდარტი დამხვდებოდა ევროპული დროშით ხელში მომავალში დამხვდებოდა თან დამიწყება მტკიცებას რომ მე ვარ ევროპაო და ყველაზე ცუდი რაც არის ამ შემთხვევაში ყველაზე ცუდი რაც არის ამ შემთხვევაში ის არის რომ ევროპის ცალკეული პოლიტიკოსები ეუბნებიან და გუდასტურებენ კიო კაცო ეგ არის ევროპა და აქედან გამომდინარე თუ ვინმე ახდენს ევროპული გზის დისკრედიტებას დღეს ახდენს ზუსტად ის პოლიტიკოსები რომლებიც ევროპული დროშით ყველაზე უფრო არაევროპულ სტანდარტს თავაზობენ. ელემენტარული გარდა იმისა, რომ წაგებას ვერ აღიარებენ და ნუ გამოდიან და ეხლა 11%-იანი პარტია ამტკიცებს, რომ არჩევნები მოიგო, ამის გარდა არის მეორე სიმპტომატური რამ. ხელისუფლება ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ეს პარტიები სინამდვილეში არის ერთი დიდი შემადგენელი. გამოვიდა ნაცმოძრაობა, მომენტალურად გამოვიდა გვარამია, ცოტა ხანში უკვე ლელოს განცხადება დაეწია, ჯერ განცხადება არ არის გახარიას პარტიასგან, ხო? საბოლოო ჯამში ისევ ერთ წრეზე დაბრუნდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ესენი გვიმტკიცებდნენ, რომ გაყოფილები არიან, საერთოდ სხვა იდეოლოგია აქვს, ვიღაც შუაშისტი იყო, ვიღაც ნაცმოძრაობის ორბიტაზე საერთოდ არ იყო. საბოლოო ჯამში ალბათ მათი ამომრჩეველიც მიხვდება, არ გულისხმობ ნაცმოძრაობის ამომრჩეველს, ცხადია, ვითომ შუაშისტური პარტიების ამომრჩეველიც მიხვდება, რომ სინამდვილეში ხელისუფლება იყო მართალი მათი შეფასებისას, როგორ ფიქრობთ? მე ვიმეორებ ახლა რას თქვი, ეს პარტიები ახლა არიან ძევლები თავისი ნაწარმოები პოლიტიკის და ტექნოლოგიების რო ჩვენ ვიგებთ. აი ამ დარწმუნების და აი ამ შექმნილ მოლოდინების მძევლები არიან. შეიძლება ახლა სხვათა შორის მოდი გავყოთ პოლიტიკური კლასი, რომელსაც მეტი ინფორმაცია აქვს და უფრო რეალურად უყურებს მოვლენებს და იცის რა ხდება, მაგრამ ინტერესის გამო ასე აკეთებს და მეორე მხარეა ხალხი, რომელსაც მათ დააჯერეს, იცით, მათ უამრავი ადამიანი, რომელსაც ჯერა ახლა რომ არჩევნები მომპარეს, აი ძალიან ბევრია. ეხლა აქ ხდება შიგნი მე მგონი კონფლიქტი და საერთოდ მე ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში ეს გამოიწვევს რაღაც შიდა კლასში ნიჰილიზმს და იმედგაცრუებებს. და ერთი რამ მინდა უთხრა საზოგადოებას და მათაც ახლა ვისაც ეს ილუზიები აქვს შექმნილი, რომ სხვათა შორის მახსოვს 2012 წლამდე თელი სატელევიზიო სივრცე ეკავა გახსოვთ ხელისუფლებას ხომ და იქაც ვირტუალურად მაშინ ახლა Facebook ისე ძლიერი არ იყო ვირტუალურად იქნებოდა შტაბ-შეჯიბრება რომ აი ყველაფერი კარგად არის გახსოვთ მაშინ წინ არჩევნების წინ გამოქვეყნებული შედეგები რომ ბიძინა ივანიშვილს ქართულ ოცნებას თითქოს 10% იქონდა გახსოვთ ხო ეს ამბავი რა პროცენტით ხო აი ეს ვირტუალური რეალობა ეხლა ტელევიზიები რა თქმა უნდა მათ თავისი აქვთ სხვა ტელევიზიებიც არსებობენ მაგრამ ეს ვირტუალური რეალობა შეიქმნა ჩემი გადასახედიდან სოციალურ ქსელში და სოციალური ქსელი ძალიან ბევრს ატყუებს. მე სხვათა შორის დავწუნდი 17 მაისს. ეხლა რატომ ხდება ეს? იმდენად აგრესიულია ეს ოპოზიციურად განწყობილი ფლანგის ამომრჩეველი, რომ ამომრჩეველი ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ მშვიდობას, განვითარებას, არ შედის კამათში და ძალიან ბევრმა საერთოდ თავი დაანება ამ კამათს, იმიტომ რომ ადამიანს არ უნდა ეხა შეურაცხყოფა ითფინოს ყოველწუთაც და ძალიან ბევრი გულინგი არის ამის მიზეზი ნამდვილად ისეთი აგრესია. გამარჯობაც და იწყება სასწაული იწყება და როდესაც მეც ახლა ადამიანი ვარ და ხვდები ამ გავლენის ქვეშ და მგონია რომ ძალიან რაღაც ისინი ბევრი არიან, რაღაც მე ხომ არ მეშლება, 17 მაისს რომ მე რო გავედი გარეთ ნახე საქართველო. უთვალავი, უამრავი ადამიანი, რომელსაც ზუსტად იგივე განცდა ქონდა რაც მე. თითქოს ერთმანეთს ვხედავდით პირველად, რამდენები ვართ, რას ჯანმრთელი ოჯახები ვართ, ბავშვებით გამოსული. იგივე მოხდა რამდენიმე დღის წინ 23 ოქტომბერს. ამიტომ ადამიანები შეიძლება ხედავენ რეალობას სოციალურ ქსელში, მაგრამ ეს აღარ არის, არ ასახავს სინამდვილეს. ადამიანები არ იბრძვიან, არავის არ აყენებენ შეურაცხყოფას. ყველაზე რთული რა არის, როცა შეურაცხყოფას გაყენებ, შენ ვერ უპასუხებ იმ. ეს არის მისი უპირატესობა. შენ არ გინდა დაემსგავსო მას იმ წუთას. ტოვებ იმ სივრცეს, უპასუხო ტოვებ, გადიხარ და შენ გადაწყვეტილებას იღებ, შენ გადაწყვეტილებას რეალიზებას უკეთებ და თან რაც ყველაზე მთავარია
ამას აკეთებს მშვიდობიანად და ისე აკეთებს, რომ მასაც არ მიაყენოს შეურაცხყოფა, არ დაკარგოთ თუნდაც პოლიტიკურ ნიადაგზე მეზობელი, ნათესავი და ასე შემდეგ და ამით იგებს და ამით მშვიდობა იგებს და ამით ხდება წარმატების მიღწევა და მე მგონია ეს უნდა გაითვალისწინოს, ეხლა ყველა უნდა გადააფასოს რა მოხდა ვირტუალური რეალობა რომელია და სინამდვილე რომელია საზოგადოებაში. გასაგები, მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ბელა რაზიკაშვილი იყო ჩვენი სტუმარი.